შეკრება დაიგეგმება, შემდეგ დაიგეგმება ამხანაგური მატჩები, ჯერ ვერ გეტყვით ვინ იქნება მეტოქე. სპეციალური სერტიფიკატები თელავის დრამატული თეატრის ფოლკლორულ ანსამბლებს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში ფოლკლორული ანსამბლების სერტიფიცირება მიმდინარეობს. კომისიამ მუშაობა კახეთიდან დაიწყო. პროექტის მიზანი ფოლკლორული ანსამბლების შემოქმედებითი დონის შესწავლა და მათ შესახებ სრულყოფილი საინფორმაციო ბაზის შექმნა. სერტიფიცირება არ ვრცელდება სახელმწიფო და საბავშვო ანსამბლებზე. გაივლის სერტიფიცირებას და მას მიენიჭება სერტიფიკატი შესაბამისი კომისიის მიერ, ანუ მათ დამატებით ექნებათ სახელმწიფოსგან ხელშეწყობა. გულისხმობ როგორც საპრეზიდენტო ფოლკლორის პროგრამის ფარგლებში, ასევე ჩვენ დავეხმარებით მათ სამინისტრო დაეხმარება მათ დამატებითი შემოსავლების მოძიების საქმეში. შეიძლება ითქვას, რომ აი ამ სერტიფიცირებით ჩვენ ვეცდებით, რომ გარკვეული ზღვარი გავავლოთ ტრადიციულ შემსრულებლებსა და არატრადიციულ შორის. და ამით გარკვეულწილად ის ანსამბლები, რომელსაც გარკვეული პრობლემები ექნება, ჩვენგან მიიღებენ რეკომენდაციებს და ეს სერტიფიცირება დაეხმარება, რომ შემდეგში თავიანთი მოღვაწეობა უფრო უკეთ წარმართონ. სერტიფიცირება არის საჭირო იმისათვის, რომ ყველა წარმონაქმნი არქმევს თავის ანსამბლს. შესრულების დონე, აქ ძალიან კვალიფიციური ჟიური ამოწმებს ამ ყველაფერს. დაცული იქნება ფოლკლორი ძირითადად და მისი სიწმინდე და მისი ისტორია.